გამარჯობათ. ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლით, როგორ დარეგისტრირდეთ email-ში, აღნიშნულ პროგრამაში და როგორ გამოიყენოთ ის. დასარეგისტრირებლად ვაწყაბებთ login sign up ხილაკს და დავრეგისტრირდებით sign up with Google ხილაკის გამოყენებით. ავირჩევთ შესაბამის მეილს, რომელზეც გვინდა რომ გავიაროთ რეგისტრაცია და ამის შემდეგ დავაწყაბებთ დაშვება, ან შეიძლება ეწეროს ინგლისურად allow ხილაკს. ყოველ შემთხვევაში ლურჯი ხილაკი იქნება, ისიც არ აქვს მნიშვნელობა, ქართულად იქნება წარწერა თუ ინგლისურად. ახლა ველოდებით, როდის ჩაიტვირთება გვერდი და ჩვენი პრეზენტაციის შესაქმნელად ვაწყაბებთ create ხილაკს. create ხილაკზე დაწყაბების შემდეგ პროგრამა მოგაწვდის რამდენიმე ფორმის შაბლონს: პრეზენტაცია, ვებსაიტი, ბლოგი, ელექტრონული ბარათი და ფოტოალბომი. ყველა მათგანს აქვს ერთნაირი მენიუ. მოდით ახლა ავირჩიოთ პრეზენტაცია და გავაკეთოთ ჩვენთვის სასურველი რესურსი. ავირჩიოთ education, ანუ განათლება, სხვა ჩვენ პრინციპში არ გვჭირდება აქ სხვა შაბლონი. პროგრამა თვითონ მოგვაწვდის აი ამ შაბლონებს, ლიფტი თვითონ ჩამოიწია, როგორც შეხედეთ. აი ეს არის ის შაბლონები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ დავარედაქტიროთ. მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი, დავაწყაბოთ აი ამ ფანქარზე. გაიხსნება ახალი ფანჯარა, როგორც ხედავთ. და შემდეგ პროგრამა მოგცემს რედაქტირების საშუალებას. მარცხენა მხარეს გაჩნდება სლაიდების ჩამონათვალი. აღნიშნული სლაიდები ლიფტს ჩამოვწევ, ნახეთ, არის გამოყენებული სწორედ აი ამ შაბლონში და თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სლაიდები აირჩიოთ. 1, 2, მესამე სლაიდსაც ავირჩევ. და შემდეგ შეძლების დაგვარად და სრულისამებრ მიზნობრივად დაარედაქტიროთ. როგორ ვარედაქტირებთ სლაიდს? მასზე დაწყაბებით შეგვიძლია აქ შევცვალოთ წარწერა. აი აქ ეს მენიუც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ წარწერა შესაბამისად დავარედაქტიროთ. რაც შეეხება აი ამ ჩანართს, ეს გახლავთ ფოტოს შეყვანის სივრცე, საიდანაც შეგვიძლია აქ საკუთარი კომპიუტერებიდან ავტვირთოთ ფოტოსურათი. და როდესაც შეივსება, დაველოდოთ, დავაპატარავოთ ის და კურსორით აი ესე მოვათავსოთ იმ ადგილას, სადაც გვსურს. პირველი ხილაკი არის ტექსტური შეტყობინების ხილაკი. მასზე დაწყაბებით შეგვიძლია ავირჩიოთ სათაური და ჩავსვათ სათაური ჩვენს პრეზენტაციაში. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ ქვესათაური და ჩავსვათ საცურველ ადგილას და ასე შემდეგ. რაც შეეხება სურათის შეყვანას, აქაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ Facebook-იდან, Instagram-იდან, Google-იდან ან Flickr-იდან წამოვიღოთ ფოტოები და მოვათავსოთ ჩვენ სლაიდებზე. შემდეგ ხილაკი გახლავთ მედია ხილაკი და აქ ჩვენ შეგვიძლია YouTube-იდან წამოღებული ნებისმიერი კლიპი, ნებისმიერი ვიდეო, აი ესე ბმული, ჩავდოთ, დავაწყაბოთ add ხილაკს და ეს YouTube-ის ეს ვიდეო აი აქ განთავსდება იმ ადგილას, სადაც თქვენ მოისურვებთ და იმ ზომით. შეგვიძლია დავაპატარავოთ ან გავსარდოთ. Shape ხილაკზე დაწყაბებით ხედავთ, რომ არის სხვადასხვანაირი ფიგურების შეყვანა შესაძლებელი. ფიგურების შეყვანა შეიძლება აი მაგალითად მასზე დაწყაბებით, მაგალითად დავაწყაბებ აი ამას და ეს ფიგურა აი აქ შემოვა ჩემს სლაიდზე. ასე დავარედაქტირებთ დანარჩენ სლაიდებსაც და მას შემდეგ რაც მოვრჩებით პრეზენტაციის შექმნას, დავაწყაბებთ save ხილაკს. Save ხილაკზე დაწყაბებით დავარქვევთ სათაურს. ჩვენს პრეზენტაციას დავაწყაბებთ ისევ save ხილაკს. შემდეგ დავაწყაბებთ share ხილაკს
მანამდე შეგვიძლია view ხილაკზე დაწკაბებით ვიხილოთ რა შევქმენით, ზუსტად ასე. თუ გვინდა რომ კიდე შევცვალოთ რაიმე, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით აი აქ და შევცვლით ან არ შევცვლით, სულ ერთია, მერე shear ხილაკზე დაწკაბებით ეს პრეზენტაცია შეგიძლიათ აიღოთ ბმულის სახით ან embed კოდის სახით და ჩააშენოთ ის თქვენს ბლოგზე. ან წაიღოთ ბმული და ჩააშენოთ Twinspace-ის გვერდზე. გისურვებთ წარმატებას!